ჩვენ მოვიტანეთ საელჩოში და უნგრეთის ელჩში მოვუტანეთ მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ აწამებენ ადამიანებს საქართველოში, არა მარტო დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგ როგორ სასტიკად ეპყრობიან მას, რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი, ეს ხდება პოლიციის მიერ, პოლიციის თანდასწრებით. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს შეადგენს და აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ უნგრეთის მთავრობამაც და უნგრეთის ხალხმაც, იმიტომ რომ დღეს ორბანი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში ეწინააღმდეგება დამნაშავეების მიმართ სანქციების დაწესებას. მე ვისწავლე უნგრეთში, ვისწავლე კონსტიტუციური სამართალი და ის რაც დღეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში ხდება, უკვე აღარც სამართლის, აღარც უფლებების სფეროს აღარ მიეკუთვნება. ვუყურებთ პირდაპირ ეთერში როგორ აწამებენ ადამიანებს, იტაცებენ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ბრალდებებით. ეს ყველაფერი გასულია პოლიტიკის სფეროდან, ეს ყველაფერი არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომ წამება არის დაუშვებელი და თანამედროვე განვითარებული სამყარო უნდა იდგეს ამ პრინციპზე. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ სწორედ ამ წამებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოვითხოვოთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ პოლიტიკური პატიმრების და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ადამიანების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. მე აქ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართე. ყოველად მიუღებელი და სამარცხვინოა, რომ ისინი კვლავ მხარს უჭერენ ქართული ოცნების მთავრობას, რომელმაც გასული 2 კვირის განმავლობაში თავის მოქალაქეებს სრული ტერორი მოუწყო. მე მათ ასევე ვუთხარი, რომ მხოლოდ იღბალის დამსახურებით მე უნგრეთის მოქალაქე არ დავშავდი სხვა ჟურნალისტებთან ერთად. მე ქართველ და საერთაშორისო ჟურნალისტებთან ერთად ვიღებდი და ვაშუქებდი საქართველოში მიმდინარე აქციებს. ჩემს გვერდით მდგომ გერმანელ ჟურნალისტს თავში რეზინის ტყვია მოხვდა. მას საქართველოში ოპერაცია დასჭირდა და შემდგომ სამკურნალოდ გერმანიაში დაბრუნდა. საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო. მე ქართველი ჟურნალისტების გვერდითაც ვიდექი, როდესაც მათაც მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. აქციებისას პოლიციის მხრიდან ძალადობას შევესწარი. ხოლო ის ფაქტი, რომ მე ამ ყველაფერს გადავურჩი, უბრალოდ იღბალის დამსახურებაა. შესაბამისად, ის რასაც უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს, არის დამაზიანებელი და სახიფათო, მათ შორის უნგრეთის მოქალაქეებისთვისაც.